ერთი კვირის წინ გავსინჯეთ 13 წლიანი კასრის სიძლიერის local barley Springbank-ის მაქსიმ ტყების თქმა მინდოდა და მეგონა გამოგრჩებოდა და ჩავსვამდი local barley, იმიტომ რომ მაგ local barley-ის გამო ძალიან გაძვირებულია. გამარჯობა, დავით ველჯა და ლევან ჭედია, ვისკის მოყვარულთა კლუბი და Springbank-ი დღეს უკვე 15 წლიანი, ოღონდ Core-Range-ის. კი ბატონო, რახან ერთი კვირის წინ ის გავსინჯეთ, ეხლა ამას ვსინჯავთ. შეიძლება ვერ ავწდეთ შედარებას რაღაც დოზით. არ გვინდოდა აბსოლუტურად სხვადასხვა კონცეფციის ვისკია და არანაირი აზრი არ ექნებოდა, გვერდი დაგვედა და ერთად შეგვედარებინა. შედარებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის არის local barley, ის არის ქერზე აქცენტირებული ძვირიანი ქერის გამო ძვირიანი ბოთლი, ასე ვთქვათ. ეს არის Core-Range-ის ჩვეულებრივი სტანდარტული ბოთლი. კასრზე აქცენტირებული. ხო, მაგრამ კასრებზე დიდად კარგი ინფორმაცია არ გვაქვს. კარგი რა ბევრი არ გვაქვს უბრალოდ. შერი აწერეთ 100% შერი, ხო. ას მარტო ხერესის კასრებია, ბურბონის კასრები გამოყენებული არ არის, ვიჯინოვი გამოყენებული არ არის. ხოლო რომელი ხერესებია გამოყენებული, რა რაოდენობით, რა მიქსები გააკეთეს, ეს იცის მხოლოდ და მხოლოდ ძვირფასმა მისმა master distiller-მა, რომელმაც ეს ვისკი შექმნა. ეს ვისკი უფრო იაფია იმაზე. კი. საიტზე კი წერია 75 ფუნტი სტერლინგი. მაგრამ ეს რო არის შოება ხოლმე და ძნელი საშოვარია. საიზი არ იყიდება, უბრალოდ დევს რო გვაქვს ჩვენ 15 წლიანიც და ფასი იყო ეს, მაგრამ ვერ იყით. ეს იყო. ხო და მე გადაიხარ სხვა მაღაზიებში და იქ შეიძლება დაგვხვდეთ, რა ვიცი, 100 ევროდან ზევით, არა, უფრო მეტიც. ბოლოს მე რაც ზერელეთი გადავხედი 120 ევროს ნაკლებად არ იყო. 115-დან ზევით იყო რა, ფასები და ადიოდა რა. ყველაზე იაფად მაგ ფასში ვნახე. არ არის იაფი ახლა, მაგრამ არც ძალიან სასწაული ფასი არ არის კარგი ვისკისთვის. თუ მართლა კარგი ვისკი არის, ეს ჩვენი 15 წლიანი Springbank-ი, რომელიც საშოვნელად ძვირია ისევე როგორც, მაგრამ მე მგონი ის 10 წლიანი რო არის. ანუ ყველაზე იაფიანი რო ის ყველაზე დეფიციტური იყო ხოლმე, არა. ამასაც ისე შოვიდი. ის იყო უფრო იაფი. კარგი შედარებით. ანუ ძალიან დეფიციტური იყო. სულ იმაზე 4 წელი მაგ 10 წლიანის ფასი უაზროდ მერყეობს. შეიძლება 45 ევროთაც იშოვო, შეიძლება 100 ევროთაც იშოვო. რაღაცა უცნაურია, ხო. ხო და ეგეთი ამბავი. 46 გრადუსი არის, როგორც მე მგონი ყველა ვისკი Core-Range-ის 10-იანიც 46-ია თორსები და 18-იანიც და 15-იანიც 46 ხო. კი ბატონო, ნახოთ გავსინჯოთ ახლა და ვიცოდეთ რა, რამდენად გვიღირს ასე თუ ისე ხელმისაწვდომი ფასის იმისგან განსხვავებით ის 400-500 ევრო ღირდან და ზევიდან მიდიოდა კიდე და ეს უფრო ჩათვალთ 120 ევროდან თქვა სიტუაცია. შეიძლება უფრო იაფადაც სადმე წააწყდეთ შემთხვევით. ხო, კაი, თან ის წინა Springbank-ის გვახსოვს ახალი ჩაწერილია ის ვიდეო და შევადარებთ რა თან რა. ნახოთ შევადარებთ. აბა შევხედოთ ახლა ამას. რა ოლოროსოა. პიქსის და ოლოროსავი რას გაიგებ? ხერესია რა. მოდი ახლა ნახოთ რომ ჩვენი აზრით რომელი ოლოროსოსკენ უფრო იხრება ჩვენი აზრით. კლიავია ბევრი. იცი პირველ შესუნთქვაზე ოლოროსო მომეჩვენა, მაგრამ ნელა სიტყვა წამოვიდა. თავიდან ძალიან მშრალი იყო პირველი შესუნთქვა. სიმშრალი აქვს, მაგრამ არც ისე ძლიერი. ხო, აი ნელა სიტყვოსკენ ესეთი მწიფეს წუნიანი სიტყვოსკენ გადავიდა. მე მგონი ფიქს მეტია. იმიტომ რომ რაღაცა ნახე აი ნახ ქიშმიში უფრო მეტია თუ კლიავის ჭირი. კლიავის ჭირი. ხო, კლიავის ჭირი მეტია. ზოგადად ქიშმიში არის, მაგრამ კლიავის ჭირი მეტია რა. თაფლიც არის, ოხრა თაფლია. ძალიან დიდი გამოცდილება Springbank-ის კასრების ზოგადად Springbank-ის ბოთლების არ მაქვს, მაგრამ რაც გამიგია და გამისინჯავს PX-ის კასრები ხო 12-იანი ჩვენაც გავსინჯოთ PX-ი იყო, ხო? ოლოროსოს ცალკე ოლოროსოს Springbank-ი მე არ მახსენდება. ისი არ მახსოვს რომ მარტო ოლოროსო ყოფილიყო და რაღაცა ის. Core-Range მიქსები აქვს, მაგრამ 10-იანზეც მე მგონი რაღაც ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ხო შემთხვევით ამდენი ინფორმაცია თავში აღარ ეტევა მეგობრებო, აღარ. მუცელში ამდენი ვისკი ეტევა, მაგრამ თავში ინფორმაცია აღარ ეტევა ამდენი რა გავაკეთო. ყოველთვის მაინც გადამოწმება მჭირდება ხოლმე 1000 ჯერ საკითხები რომ მქონდეს და მიმოხილული დალეული 7 ჯერ, მაინც მავიწყდება და რაღაცების არ დამიწყოთ ახლა ასაკი და რამე ეგეთები რა. აჰა. ხო, რავი, ანუ ეგ არის. ძალიან კარგი სუნი აქვს რა. ეს სუნი მე გიждები, ეს არის აი რაღაც კლასიკური ოლოროსოს კასში დაძველებული, ან არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ხერესის კასში დაძველებული ვისკის აი კლასიკური კარგი ხარისხის სუნი აქვს რა. აი დაუწუდებ რამის ამ სუნს. რაღაცა ინოვაციური არ არის, ჩაულებრივი ძალიან კარგი, ხო, აი ძალიან კარგი, ძალიან მაღალი ხარისხის ხერესის კასში დაძველებული 15 წელი დაძველებული ვისკია. რაღაცა სიახლეს ველოდები, ჩიგნით სიახლე არ არის, უბრალოდ უმაღლესი კლასია რა. უმაღლესი კლასია, მართლა ჩამწიფებული, ჩამტკბარი, კლიავი, ცოტა ქიშმიში
ცოტა თხილები და თაფლი. თაფლია მუქი თაფლები, წაბლის თაფლები, ეგეც არის კარგად და თხილის ისიც იგრძნობა კარგად. თხილის ქართული თხილის კარგად რომ დაღეჭავდა ზეთოვანებას რომ გაუშვებს პირში, აი იმის სუნი აქვს. მოდი რა გავსინჯოთ, რა ვეღარ ვიტყვი. აუ როგორ გააშრო პირი. Mouth watering რა დავარქვით ქართულად? პირწყლიანობა? ენაწყლიანი არის, კარგად რომ ლაპარაკობს ადამიანის პირწყლიანი ვისკი. აუ ძალიან კაია ხო იცი? უგემრიელესია. უგემრიელესი ვისკი. სიცხარე არის, სიტყბო არის, სიმშრალე არის, ზეთოვანება არის, mouth watering-ი არის, გრძელი ფინიში არის, საკმაოდ. სიმშრალეა აი ძალიან კარგი და აი სუპირის წყლაპული რო გინდა ეგეთია რა. თუ ვასკლაპუნებთ კიდეც ბოდიში. თანო მაგრაიტეს ხო ის მე ვიდეოში მაგრაიტეს ხო, იმიტომ მოვიხადე ბოდიში იმაში მესმიბერე რო უყურებ ხოლმე ვიდეოებს, გული მისკდება ხოლმე ტემპირის წყლაპუნზე, მაგრამ მომიტევებთ რა ვქნა ეგეთი ვისკია. ყველა ვისკი ეგეთია. კაია რა. კაია, ძალიან კაია. ერთი რამე ხო აი მაგას ვიწყებდი რა. ხო და არ გამბრაზთ არავინ რა. ფასი ხარისხის შეფარდებით ამის ფასი პირობითად 120 евро და იმის Springbank-ის local bar-ის ფასი პირობითად, კაი, ყველაზე დაბალი 400 евро ავიღოთ, მე მგონი დაიწყეთ. რომ შეგავყოთ უშანსოთ და აი ყველანაირი ყველაფრის ყველაფრით არანაირი advantage არ აქვს. ყველაფრით აგებს ის ძვირია. local bar-ი. აგებს. ეჯობნისთო. ფასი ხარისხის შეფარდებით კიდევ ის კარგი ვისკია, ცუდი კი არ არის. ის ძალიან ორიგინალურია. იმას თავის ხელწერა აქვს და სხვანაირია. ის არ დაგავიწყდება. ეს ეხა ასეთ პროფილს 90% რო იმეორებს აი ესეთ პროფილს. რაღაც ვისკებში იპოვი. მაგრამ მაღალი ხარისხის არის ძალიან რა. ასე რომ ფასი ხარისხის შეფარდებით ნუ ჩემი აზრია რა ვიცი ხა თუ გინდა მეჭუბე. არა, გეთანხმები და აქვე დაგვიწყვე გამოგჭა გითქვა ამ ბოთლისაცაც მადლობა ჩვენს ბათუმის ფილიალს როგორც იმ ბოთლზე მადლობა რომ შევადარეთ ბათუმელებს მადლობა სახელებს აღარ ვთვლი იმიტომ რომ ერთად გვიგზავნით ხოლმე და ერთად გიხდით ყველას მადლობას რა დიდი მადლობა ძალიან კარგი ვისკია ეს მართალია ნაცნობი ფლეივორებით ნაცნობი ბუკეტით გემოვნური თვისებებით მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის ის იყო უცხო გემოებით მაგრამ ფასი ხარისხის შეფარდებით ეს ჯობია. იმიტომ იმას მაღალი ფასი აქვს ძალიან, ზედმეტად მაღალი ფასი აქვს. შემდეგი რომ 18-იანი და 25-იანი Springbank-ები გამოგიგზავნოთ, გასაწერად თუ შეიძლება. ჩათო ბათ ხომ გიდევთ კაცო გამოუშვით. რასაუბრებთ? ჩადეთ. მადლობა ძალიან დიდი და მართლა ორივე ძალიან მაგარი ვისკი იყო, უბრალოდ ჩემთვის მაინც ამან გადაწონა local bar-ი. ფასი ხარისხის გათვალისწინებით მაინც დაუმატებ კიდე ერთხელ დაუმატებ. იმიტომ რომ განსხვავებულობის გამო საჩუქრას თუ არის შეიძლება მაინც ის ვიფიქრო. ხო. განსხვავებულობის გამო. მაგრამ თუ ფას ხარისხზე values თუ ავიღებთ, ამანაჯობა. მადლობა. გამოიწერეთ არხი, გაწევრიანეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.